დილამშვიდობისა ტრეიდერებო დღეს პარასკევია კვირის დასასრული გუშინ მიუხედავად დიდი რყევებისა საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ევროფასი თითქმის არ შეიცვალა მცირე დიდ გამყარდა ევრო-დოლართან მიმართებაში დღეს მოსალოდნელია იგივე ტენდენციის გაგრძელება ფასების ცვლილება მაგრამ დღის ბოლოს სავარაუდოდ შეაძლოა ფასი იგივე დიაპაზონში დაიხუროს, მაგრამ დღეს საკმაოდ კარგი ვაჭრობის საშუალება გვექნება. რაც შეეხება ფუნდამენტურ მოვლენებს, გუშინ ცნობილი გახდა ევროპის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება, რომ საპროცენტო განაკვეთი იგივე დატოვა, ანუ მონეტარული პოლიტიკა გრძელდება და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდებით. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა და კორპორატიული აქტივების შესყიდვა გრძელდება, რაც საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს და დიდი ალბათობით ევროზონის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დადებითისკენ შეიცვლება უახლოესი 2 კვარტალის განმავლობაში, რაც დადებითად აისახება გრძელვადიან პერსპექტივაში ევროზე. ასევე გუშინ ცნობილი გახდა დიდი ბრიტანეთის საცალო გაყიდვები და ამერიკის უმუშევრობის საჩივრები. ეს ორივე მონაცემი ძალიან სტაბილურ მდგომარეობაშია, თითქმის იგივე გამოვიდა რაც წინა პერიოდში, ამიტომ ამ მონაცემებმა მხოლოდ დადებითად იმოქმედეს ამ ვალუტებზე. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ცნობილი გახდება შემწყიდველი მენეჯერების ინდექსები წარმოების და მომსახურების სექტორიდან დიდ ბრიტანეთში, ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები და ასევე კანადიდან სამოხმარებლო ფასების ინდექსი და საწარმოო გაყიდვები. ხვალ რა თქმა უნდა ერთად ყოველკვირეულ ანალიტიკაზე გავარჩევთ ამ თითოეულ მონაცემს და გავარკვევთ თუ როგორ იმოქმედებს ეს მონაცემები საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე. ტექნიკური ანალიზის მიხედვით შეარჩიეთ ორი მნიშვნელოვანი ფასი 1.10-30 და 1.10-20. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა დიაპაზონია, ამ დიაპაზონის გარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ ივაჭროთ იმავე მიმართულებით და გამოიყენოთ ტრენდი. ასევე გიწევთ ხვალ 13 საათსა და 00 წუთზე ყოველკვირეულ ანალიტიკაზე, სადაც თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში დეტალურად განვიხილავთ თითოეულ მოვლენას და ტექნიკურ ანალიზს ძირითად 7 მაჟორულ წყვილზე. გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას და ნაყოფიერ დღეს ხვალამდე.